სომხეთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. 2000-მდე უბნის მონაცემებით მმართველ პარტია სამოქალაქო შეთანხმებას 49.91% აქვს. მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მეორე ადგილზეა ძლიერი სომხეთი. ადგილობრივი მედიის გამოთვლით ახალი პარლამენტი სამპარტიული იქნება და საკანონმდებლო ორგანოში მანდატებს სამოქალაქო შეთანხმება, ბლოკი ძლიერი სომხეთი და ბლოკი სომხეთი გაინაწილებენ. ამჟამინდელი შედეგების მიხედვით ფაშინიანის პარტიას 61 მანდატი აქვს, ოპოზიციას კი ჯამში 44. მანდატების ზუსტი გადანაწილება ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საარჩევნო კომისია საარჩევნო დავების განხილვას დაასრულებს და საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს, რომლის მნიშვნელოვან ცვლილებასაც ფაქტობრივად არც ერთი პოლიტიკური პარტია ელოდება. ბოლო მონაცემებით ერევნიდან ჩემი კოლეგა სოფო ვარდიაშვილი გვერდება, ის აკურდებოდა მთელი დღის და ღამის განმავლობაში საარჩევნო უბნებსა და შტაბებში განვითარებულ პროცესებს. სოფო გისმენთ. ტიახკეთი საკმაოდ აქტიური იყო ეს პროცესი 59%-მდე ამომრჩევლების მივიდა საარჩევნო უბნებზე და აირჩია მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა. 4 პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა ამ მონაცემებით წინასწარი ოფიციალური მონაცემების შედეგად საარჩევნო ბარიერი. ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმება მიიღო ამომრჩევლების 49.91%, ალიანსი ძლიერი სომხეთი, რომელსაც მხარს უჭერს პრორუსი მილიარდერი სამუელ კარაპეტიანი 23.29%. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ალიანს, სომხეთის ალიანსი, მან ამომრჩევლების 9.94% მიიღო, გაუჭირდა ბარიერის გადალახვა, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც გადალახა საარჩევნო ბარიერი. გაგიკ ცარუკიანმა, მილიარდერმა პრორუსმა მილიარდერის გაგიკ ცარუკიანის პარტიამ აყვავებული სომხეთი და მას 4% აქვს. რაც შეიძლება იმას, როგორ გამოისახება პროპორციულად ეს მიღებული პროცენტები პარლამენტში მიღებულ ადგილებში. გამოდის, რომ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას ამ მონაცემებით 61 მანდატი ექნება, სამუელ კარაპეტიანის ალიანს 28 მანდატი, უпростоრად, სომხეთის ალიანს, რობერტ ქოჩარიანის ალიანს გულისხმობ, ექნება 11 მანდატი და 5 მანდატი გაგიკ ცარუკიანის პარტიას. ეს მონაცემები გუშინ მიდიოდა დათვლები, ხმის დათვლები, მთელი უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო უკვე უბნებში ხმის დათვლა და გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ეს პროცესი, ვიდრე ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდებოდა დღეს დილით. გუშინ გვიან ღამით გააკეთა კომენტარი ნიკოლ ფაშინიანმა და მან თქვა, რომ სამთავიანი ომის დამარცხებულია, ურჩხული დამარცხებულია და მან ილაპარაკა იმაზე, რომ მისმა კონკურენტებმა ლაპარაკია ამ 3 პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებზე, რომლებიც არჩევნებში მოიაზრებოდნენ მის მთავარ კონკურენტებად, პრორუსულ ძალებს წარმოადგენდნენ და ის ფაშინიანი ამბობს, რომ მათ კანონის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი და მოგვიანებით ამაზე მსჯელობა დაიწყება. მან ასევე ილაპარაკა, რომ ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეებმა ამ არჩევნებით აჩვენეს მათ რა სურთ და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ოლიგარქიული სისტემები საბოლოოდ დაემხოს. პირველ რიგში მინდა მივულოცო გამარჯვება სომეხ ხალხს. სომეხი ხალხი ფეხზე დადგა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მომავლის მშვიდობის, სომხეთის რესპუბლიკის დასაცავად. უნდა აღვნიშნო, რომ სამთავიანი ომის პარტია დამარცხდა. ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საბოლოო შედეგია, რადგან ჯერა რომ ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ნება, რომ სამთავიანი ომის პარტია და მისი თანმხლები კრიმინალური ოლიგარქიული სისტემა სომხეთის რესპუბლიკაში უნდა აღმოიფხვრას. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური უმრავლესობისა და მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება, რომელიც დაუყოვნებლივ და ძალიან გადამწყვეტი და მკაფიო ნაბიჯებით უნდა განმახორციელოთ. კომენტარი გააკეთა სამუელ კარაპეტიანმაც, პრორუსმა მილიარდერმა, რომელიც პარტიაც არის ალიანსი ძლიერი სომხეთი, ალიანსი უпростоრად, ის უჭერს ამ ალიანს მხარს და ამ ალიანსმა მიიღო სწორედ ფაშინიანის პარტიის შემდეგ ყველაზე მეტი ხმები ამ არჩევნებში და ის ყურადღებას ამახვილებს ისევ დაჭერებზე, რომელიც მისი ალიანსის წევრების მიმართ განხორციელდა წინა დღეებში, არჩევნების წინა დღეებში. ასეთი დაჭერების შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა და საკმაოდ ბევრ ადამიანზე იყო ლაპარაკი, მათ სხვადასხვა ბრალდებით აკავებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ყველამ ნახა ამ თვეში როგორ გვდევნიდნენ ჩვენი გუნდიდან მხოლოდ დღეს 75 ადამიანი დააკავეს.
ხელისუფლება გამარჯვებას ვერ აღწევს. სოფლიო ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, შეეწყვიტათ ხმის დათვლა და ეთქვათ, ხვალ გამოვაქვეყნებთო. როგორც ჩანს, მათი შედეგები სამარცხვინოდ მცირდება. დარწმუნებული იყავით, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და პანიკაში ნუ ჩავარდებით. ამ არჩევნებს სომხეთში ძალიან ბევრი ორგანიზაცია აკვირდებოდა, აქ ადგილობრივი მისიები, სადამკვირვებლო მისიები მუშაობდნენ, ისევე როგორც საერთაშორისო მისიები, მაგალითად ერთ-ერთმა ასეთმა DST-ის მისიამ უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან სერიოზული დარღვევები ამ არჩევნებზე ვერ ნახა, მაგრამ ახლა საერთაშორისო EUTO სადამკვირვებლო მისიის ევროკავშირის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე დღეს გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც ვრცლად ისაუბრებენ და შეაფასებენ სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს, გამოავლინეს თუ არა მათ რამე დარღვევები. ჩვენ ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ველაპარაკეთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ რამე სისტემურ ხარვეზებსა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ მცირე გადაცნობები ხდებოდა საარჩევნო უბნებზე.